ნაფტაში არ უნდა? ხო, ვიწყებთ. კლაპი. ესე იგი, სპორტ ჰაბის შემდეგი ეპიზოდის სტუმარი არის ტატო ბაციკაძე. გამარჯობა. გამარჯობა თქვენ, შენს მოგესალმე. მოგესალმებით ესე იგი. მიხედავთ იმისა, რომ ნახევარსაათი ვლაპარაკობ. ვითომ ახლა იმზე მოვედით და სანამ დავიწყებდით, გითხარი რომ რაღაც YouTube-საც შევეხებოდით რა. აი აქედან დავიწყოთ, სანამ სპორტზე და უშუალოდ ფეხბურთზე გადავალთ. ცოტა ხანია რაც სპორტ ჰაბი გამოჩნდა YouTube-ზე და ჩვენი მაყურებლისთვის რაღაც ახალია ეს ყველაფერი. არ ვარ თქვათ სპორტ ჰაბი არ არის ორიენტირებული რაღაც ერთ სპორტის სახეობაზე და სხვა შორის არ გვყავს ისე დიდი აუდიტორია მიუხედავად იმისა, რომ ორივე წამყვანი მეც და ერაც რაღაც 15 და 20 და მეტი წელია სპორტში ვართ, რაღაც უცებ ვერ მოვიკრიბეთ მაყურებელი გარშემო რა. გამიზიარი რა შენი გამოცდილება, იმიტომ რომ ძალიან კარგი ნახვები გაქვთ და ხო, მაგრამ ჩემი გამოცდილება მთლად ეგეთი ადეკვატური ვერ იქნება ორი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ჩვენ ჯერ ერთი კალას ქონდა უკვე YouTube-ი დაწყებული, როდესაც ორშაბათობის კეთება დავიწყეთ იქ. და თან ეს ხდებოდა მას მერე რაც იმ არხს, ან ოქტოპუსის არხს ისედაც ბევრი გამომწერი ყავდა უკვე და ეგ დააგროვეს სხვა ტიპის კონტენტით. და პლუს ჩვენ როცა დავიწყეთ კიდე გადაცემის კეთება, ჩვენს ბექგრაუნდი უკვე ჰქონდა სატელევიზიო თვალსაზრისით, ეს ორი დაემატა რა ერთმანეთს. და ჩვენ მივედით არხზე უკვე, რომელსაც რამდენი 15-20,000 გამომწერი ყავდა რა. და თქვენ დაიწყეთ 0-დან. კი, ჩვენ 0-დან დავიწყეთ ნამდვილად. რაც მე ვერ იმას ვიზახ, ხო ხვდები? იგივე ექსპერიენსი არ მქონია. როცა ჩემი არხი გავაკეთე, თქვათ და იქ ძალიან იშვიათად რაღაცებს 3 წელი იყო გასული, რომ არაფერი მქონდა დადებული და მე 3 წელს დავზედა 4 ვიდეო დავდე და ისე მე დავიშვენე და ეხლა არაფერი დამიდია მაგის მერე და მანდაც ეგ არხი დავიწყე უკვე მას მერეც ოქტოპუსის ორშაბათობის თემა იყო. შესაბამისად ვერანაირად ვერ იმას ვიზავ, ხო ხვდები? ანუ არ მაქვს მე იგივე გამოცდილება მიღებული. თუმცა რაც ვიცი, ზოგადადაც მინახავს, რაც ვიცი, რაც კალასგან ვიცი, თუმცა იმიტომ რომ კალამ ხო 0-დან დაიწყო ოქტოპუსის შენება, ასე ვთქვათ, ხო? დრო უნდა, ყველა ვარიანტში დრო უნდა რა. მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც მაშინ როდესაც კალამ დაიწყო მაგალითად ოქტოპუსის კეთება, იდეაში ოქტოპუსი იქნება ძველ YouTuber, ну ძალიან ძველ არა, ძალიან ძველი YouTuber-ებია სხვა სასწაულია. და ეს არის მეორე თაობასავით რაღაცა რა და ანუ დიდი ხანი არის გაკეთებს და მაშინ მაგალითად როცა სიტყვაზე 15,000 გამომწერი ყავდა კალას, იყო ძალიან ბევრი. ძალიან ბევრად ითვლებოდა. დღეს 15,000 გამომწერი მაგდენი არა, არ ითვლება, იმიტომ რომ არის არხები 400,000, 300,000 გამომწერი ყავდა და ასე შემდეგ. იგივე ოქტოპუს 200 რამდენია ყავს ახლა 240-მდე არის თუ რაღაცა და დრო უნდა რა, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი ეხლა უკვე გადმოდის YouTube-ზე, გადმოვიდა, ბევრმა დაიწყო კეთება, სპორტული კონტენტის კეთება დაიწყო ბევრმა. შესაბამისად კონკურენცია ძალიან დიდი არის. ნამდვილად ძალიან დიდი კონკურენცია. ხო და ადრე თუ იყო რომ სიტყვაზე სპორტზე გინდოდა რაღაცის ყურება და 1-2 იყო, ეხლა მე დაკალა ვიყავით ლამის მარტო ის, აი, რასაც გვია გადაცემის ამბავში, ეხლა იმდენია უკვე, რომ ძალიან გაიზარდა კონკურენცია რა და მაგიტო რთული არის თავის დამკვიდრება რა და ყველა ვარიანტში გაჭირდება ნებისმიერ ადამიანისთვის, ვინც არ უნდა დაიწყოს ეხლა YouTube-ის კეთება, გაჭირდება გულისხმობ გამომწერების დაგროვება, მაყურებლების დაგროვება და დრო უნდა რა, ყველა ვარიანტში დრო უნდა, ისე არ გამოვა შანსი. სატელევიზიო გამოცდილება თან ბოდიშოპ დავამთავრო, YouTube-ზე არის რთული მაგის ისა რა, თორე TikTok-ზე მაგალითად, ბევრად მარტივია, Instagram-ზე რა, ბევრად მარტივია. იცით, მე მგონია რომ სკროლავ ეგ არის რა. YouTube-ზე ელოდები, უნდა ელოდო. ნახე რა არის თან შინაარსობრივი განსხვავება რა. TikTok-ზე შეგიძლია წუთიანი ვიდეოები დადო. აქ ცოტა შინაარსობრივია უფრო მეტად რა, უფრო მეტი ნიუანსია, უფრო მეტი კონტექსტია აქეთ და იქთან ახლა სპორტზე არ მაგინათ რა ლაპარაკი. ზოგადად ბევრად მარტივია. TikTok-ზე აკრიფო ან Instagram-ზე აკრიფო ფოლოვერები, იმიტომ რომ ისეთი რაღაცებს კეთება შეგიძლია იმ ფორმატში, რაც YouTube-ზე ვერ გააკეთებ, თუ გააკეთებ, აყურებელი არ გაყოლება მაინც, რა სიშულელე იქნება. ეგ ეს არის ახლა რასაც გეუბნებოდი, რომ როცა სკროლავ, ხო ის ერთი წამიც უბრალოდ რა სკროლავ, ის ნახვაში გეთვლება, რაღაცა მარტივად გიგროვდება და მარტივად გროვდება, მაგრამ YouTube-ზე არ სკროლავ, ახლა მე ორშაბათობა, მაგალითად ველოდები, ვიცი რომ ორშაბათობა არის და ველოდები და მე შემოდივარ და ნახავ ხო რაღაც შორტებსაც არ ვწვდებთ ესე რომ იყოს კიდე ცალკე, ხო? ნუ არა, მოგიგე. ძალიან დიდ შრომასთან ყოფილა დაკავშირებული YouTuber-ობა და ეს რაღაცა ეს ყველაფერი რა. კი. ხო და იწეღა ნახსენე რომ სატელევიზიო გამოცდილებაო ჩვენს ჰქონდაო რა და დღეს სამარშრუტო ტაქსით გზავრობდი რა და ერთ ტელევიზიაში მივედი მოკლედ რა და აქო ტატო ბაციკაძე მუშაობსო თუ რაღაცა მსგავსი მიყრე მეთქი აღარ თქვა თუ რა მოკლედ აი რაღაც ხო რო არ ჩაუღრმავდეთ ეხა ბევრ იმებს და მე ვინმეს რო არ ეწყინოს და რას ამბობ არსად აღარ მუშაობს მოკლედ მაშინ დავფიქრდი რომ
ხო, არსად აღარ მუშაობ, ანუ შენი ხმა აღარსად, ანუ არც ერთ ტელევიზიაში აღარ მესმის რა და მაგამდე ესე არ ვიყავი რა, აი არ დავფიქრებულ ვარ, რომ აღარ ხარ რა, ალბათ სუდია დამაპატიე, მაგრამ ნუ მოკლედ არ დავფიქრებულ ვარ რა მაგაზე რა, იმიტომ რომ რაღაცა ისე სწრაფად მიდის ჩვენი ცხოვრება, რომ რაღაცები უფრო ნაკლებად ტრაგიკული ხდება რა მაგ მომენტებში ესეთი ცხოვრების რიტმში რა და ხო, აი აღარ ხარ არსად რა. როგორ მიიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ იყო არსად კომენტატორი, შენი გადაწყვეტილება თუ რომ აი ამ ტელევიზიების და აი ამ სფეროს წარმომადგენლების თუ რა ხდება და ზოგადად როგორ მოერგე, აი წარმოვიდი კომენტატორიდან უსებ იუთუბერობაზე გადახვედი. მარტივია ცხადია ალბათ არა, იუთუბერი ხო მომენტისაც ვიყავი იქამდეც ხო, ხა შეთავსებით ვიყავი. ხო, აქტიურად გეონები. ხო და ნახე კომენტატორობის დათმობა, ასე ვთქვათ, დროებით, იმიტომ რომ მე მგონია რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც იყო კომენტატორი რაღაც პერიოდი, მაინც მუდამ სულ კომენტატორია რა, ბოლომდე კომენტატორია რა, ცხოვრების ბოლომდე დარჩება ტივი. შეიძლება 10 წელი არ ქონდეს აფერი წაყვანილი და მე 11 წელს დაჟდები და წაიყვან, იმიტომ რომ ეს თუ გააკეთე და ამას თუ აკეთებდი პროფესიონალურ ზონაზე, მე უკვე სიცხე გაქვს რა და ძალიან ძლიერია დათმობა და მეც მიჭირს ძალიან მაქოლმე მონატრების მომენტები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მთავარი იყო мотиваციის ნაკლებობა კი არა უკვე. აღარ არსებობა ფაქტობრივად. ანუ ეს საქმე ძალიან მიყვარს. ძალიან მევასება, ძალიან ბევრი მომცა, მაგრამ შევატყვე რომ ბოლო რამდენიმე წელიწადი გაჩერებული ვიყავი, ანუ საერთოდ განვითარების სტაგნაცია მქონდა და პირიქით მე თუ მითხა უკან მოვდიოდ კომენტატორის თვალსაზრისით. და პლიუს დაუმატე ამას ის რომ ფინანსური თვალსაზრისით აბსოლუტურად არაფერს მაძლევდა რა, აი არაფერს მიცვლიდა რეალურად უკვე. YouTube-ის წყალობით. ანუ რეალურად ეგრე გამოვიდა, რომ YouTube-მა შემივსო ის ფინანსური დანაკლისი ვთქვათ, რაც იყო იქით. კომენტატორების ამბავში, იმიტომ რომ იქნებოდა თუ არ იქნებოდა ხელფასი დიდი სხვაობა არ იყო. ხო, ხტები, ხარ პატარა სხვაობა იყო, მაგრამ დიდი სხვაობა არ იყო რა. და პლუს ეგრო ერთი პრობლემაა, ვთქვათ, არის, მაგრამ ის რომ პროფესიონალური განვითარების კუთხითაც საერთოდ არანაირი მნიშვნელობა აღარ ქონდა უკვე, რა მოხდებოდა. ანუ ვერ ვითარდებოდა პროფესიონალურად. ეს ორი რომ დაემატა ერთმანეთს. მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჯობია ცოტა ხნით მაინც, 1 წელი, 2 წელი, რა ვიცი, მეც იქნება. წავიდე რა, იმიტომ რომ ვეღარ ვითარდები. ანუ სიამოვნებას ვეღარ ვიღებ რა უკვე. იმიტომ რომ პროფესიონალურად ვერ ვიზრდები და ორი ვარიანტია, ან პროფესიონალურად უნდა გაიზარდო, ან ფინანსური რაღაც მოგამისარგებელი უნდა კონდეს და არც ერთი როცა გარდა არც მეორე, მაშინ რაღაც მუშაობ. პროფესიონალურ განვითარებაში რას გულს, რაში გეშლებოდა ხელი, ანუ რა იყო თქვათ იმის რა გაფერხებდა რა, ეგ მანდ რა. ერთი და იგივე პროცესი, რომელიც გრძელდებოდა წლების განმავლობაში, რა. ანუ სტაგნაცია აბსოლუტური, რა არაფერი არ იცვლებოდა. მიმყავდა ესპანეთის ჩემპიონატი, მიმყავდა ჩემპიონთა ლიგა, მიმყავდა ესპანეთის ჩემპიონატი, მიმყავდა ჩემპიონთა ლიგა. არაფერი, ანუ ერთხელაც არ ყოფილა მაგალითად შემთხვევა, რომ სიტყვაზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი, გასაგებია ძალიან ფინანსებთანაა დაკავშირებული და რთულია, მაგრამ მე ვამბობ სურვილი რისი იყო, მე კი არ ვამბობ იმას, რომ ეს გაკეთებადი იყო. რო არ იყო გაკეთებადი, მაგითო გადავდგეს ნაბიჯი, ხო? რომ ვთქვათ სიტუაცია ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როგორც თავის დროზე მაგალითად დიმას მიყავდა იმ ქალაქიდან, სადაც ტარდებოდა ეს ფინალი, რუსთავი 2020-ში იყო ჩემპიონთა ლიგა, ხო ერთხელ 10 წლის განმავლობაში ერთხელ გამართა ერთხელ. მაგრამ ვერავის ვერ უშვებდნენ, იმიტომ რომ ფინანსურად უჭირდა სილქს, არ იყო შესაძლებლობები, პლუს წამყვანი ტურნირები ძალიან ბევრი დაკარგა სილქმა. მარტო ესპანეთის ჩემპიონატი იყო. და ეს ერთი და იგივე რაიო ვალეკანო ბეტისი 6 წელი, 7 წელი უკვე შეუძლებელი ხდება რა და ხამარაზე პირველად დავფიქრდი, რომ აი ადგილიდან წაყვანა და ბუტკიდან თუ ჯიხურიდან წაყვანა. ხო, არა, თან ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მაგ ლაპარაკ კონკრეტულად ერთხელაც რო ყოფილიყო, უკვე რაღაცა, იმიტომ რომ ნახე მარტო ის ხო ჩემი ამოჩენება კი არაა, რომ წავედი იქ, რა ქვია, ლონდონში მე და ლონდონიდან თამაში წავიყვანე. ხო, რა თქმა უნდა. ბევრ რაღაცას მოიცავს ეგა, ხო? ადგილზე ჩახვედი, იქ სიტუაცია, სტადიონზე მისვლა, აკრედიტაციის აღება, თამაშამდე ინტერვიუების ბევრი რაღაც გავლა გიწევს, რაც გამოცდილებას ხო იღებ ადამიანი რა და ეს გამოცდილებას იღებ ისეც, რომელიც შეიძლება გამოგადგეს მე 40 წლის განმავლობაში, ხო და ეგ რო მაგის შანსიც კი რო არ იყო, რამდენი წელი შეიძლება ერთ იგივე, ანუ ისიც კი მაგალითად სილქს რო არ დაეკარგა ამდენი ჩემპიონატი და ვთქვათ კიდე რაღაცა სხვა წამყვანი ტურნირები ქონოდა. მაშინ უფრო გამიჭირდებოდა ნაბიჯის გადადგმა რა, მაგრამ ახლა ვიცოდი რომ პერსპექტივა ამისი უახლოეს წლებში არ არის და მარტო ლა ლიგა უნდა წავიყვანო კიდე,
უკ აღარ შებეძლო რა, ტრიალში მქონდა. მართალი ხარ. ეხლა დავფიქრდი, რომ ჩვენი ნაკრები რო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, მან ვიმუშავე და ჩვენ შევხვდით სიტუაციით ერთმანეთს. ეგეთი გამოცდილება, საერთოდ არსადან მიმიღია და ეგრე არ განვითარებულა. ეხლა 15 წელია რო სპორტის ჟურნალისტი ხარ, წარმოიდგინე, აი თითქოს ფიქრობ, რომ აი მეტი განვითარება რაღაცა უნდა იყოს რა, მაგრამ არა, ყოველთვის კი ეხლა შენ რო ამას მეუბნები, უფრო კარგად ვიაზრებ. პლუს კიდე რა დაემატა, იცი, რომ 10 რამდენი წელი გამოვიდა, 14 წელი ვიყავი კომენტატორი და პარასკევი შაბათ-კვირა ფაქტობრივად არ მქონდა. აი ნუ არ მქონდა რა. ცხოვრებას არ გაქვს რა ყველაფერს არის. ხო, ანუ პარასკევი შაბათ-კვირა არ მქონია, იმიტომ რომ სულ რეპორტაჟები მქონდა, ორ-ორი ხანდახანდა. უკვე თავიდან ძალიან მაგარია და არაფერი არ გინდა ამის გარდა რა. მაგრამ 10-11 წელი რო გადის, 12 წელი და ამუღაფა 12 წელი შაბათ-კვირა არ ქონია. და გიჟივით რუტინაში ხარ. ამ რუტინაში ხარ და თან სარგებელს ვეღარ იღებ ვერანაირს. ანუ პროფესიონალად ვეღარ ვითარდები და ფინანსურადაც არაფერი არ არის, თვითონ თემდე ვერ მიდიხარ ხელფასით, ხო? მე უკვე ფიქრობ, რომ შაბათ-კვირა მაინც მექნება რა. რაღაცა დავისვენებ მაინც შაბათს, ასე კალაგარეთ გავალ. რაღაცას ვიზამებ 12 წელი რო არ მქონდა საშუალება რომ მექნა 14 წელი. გაგინაწყენდა შენი ერთგული მაყურებელი და მსმენელი ერთად? არა მგონი, არა განაწყენება. მე რაც ფიდბექი რაც მივიღე, კომენტარები რაც მინახავს და რაც მომისმენა, რაც უთქვამთ, უფრო ის იყო, გულდაწყვეტა იყო, რომ ბევრს უთქვამს, რომ მე ატრება შენ წაყვანილი ლა ლიგა და რაც მაგ ბარსელონას თამაშები და რაღაცები, ეგენი ბევრს უთქვამს და როდის დაბრუნდები და რაღაცა. აი იმ კაცმა ძალიან დანანებით მითხრა, რომ სად არისო ტატო და რატო აღარ არისო და პასუხი ვერ გავეცი. ეგ ხო ახლა ბევრი შეიძლება არ მომიმარყოფილა რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენიც არისო, აი რამდენჯერაც არ მომისმენია ეგ, რამდენჯერაც არ უთქვამთ, რამდენჯერაც არ წამიკითხავს ეგ სინანული, რომ აი რატო აღარ ხარ, აი ძალიან იმას ვუყურებ გულს მიჩუღებს და სიამოვნებს. ძალიან კაი შეგრძნება, ძალიან ბევრი ადამიანს რო უყვარ ხარ და. ხო, აი შეგრძნება, რომ მარტო ანუ სიყვარულიც არა, ანუ მაგარი რომ უფრო გაფასებს, ხო, საქმეს უაფასებს. ხედავ რომ რაღაც ის შრომა რაცაც დებ იფასება. ხო, ფუჭად არის, ხო, ძალიან კაია. ეგ ყველაზე კაია, ალბათ ეგ ყველაზე კაი ნაწილია. მაგ საქმიანობაში. და ყველაფერში ალბათ მარტო ჩვენს საქმიანობაში არა. არა, ნებისმიერ რაღაცაში რა თქმა უნდა ცხოვრებაში არ უნდა გააკეთო, როდესაც ხედავ რაღაცა ეგეთ დაფასებას დაარქმევ ალბათ ადამიანი უფრო მაინც ხო, მაგას როცა ხედავ უკვე ესე იგი ყველა არ გიკეთებია რაღაცა და კაია ეგ. შეგრძნება. იცი რა არის, აი ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე და მთავაზობენ რომ აი იქნებ რამე მათში წაიყვანო და კომენტატორობაზე რატო არ ფიქრობ თუ რაღაცა და ვერასდროს ვერ გადავდგი ეგ ნაბიჯი მართალია. რატო? იცი რა არის, აი გეტყვი ხარ რატო აი დაფასებასო ხო გრძნობ რაღაცა ქალი წამყვანი კომენტატორი ჯოჯოხეთის გავლა მოგიწევს. აი ზუსტად ვიცი რომ ჯოჯოხეთს ისე ჯოჯოხეთს გამატარებენ. მაგრამ მე მგონია რომ ვიღაცამ ადრე თუ გან აგნაბიჯი უნდა გადადგას, იმიტომ რომ აი რავი, ამდენი წელია და ფეხბურთში და არა მარტო ფეხბურთში, კალათბურთშიც არ მასენდება. კალათბურთშიც არ არის, კი ბატონო. აი ჩოგბურთში კი არიან და სხვა სახეობებში სპორტის. ხო? UFC-ში კომენტატორი არ მახსოვს, მაგრამ ჟურნალისტები არიან, რომლებიც მუშაობენ და კარგად მუშაობენ. კი, ძალიან. ეხლა ვერ ვიხსენებ იმ გოგოს დუდი არის მაგალითად ძალიან კაი. დუდი. ძალიან კაია. მაგ სფეროში. და არიან კიდე სხვა სფეროშიც, მაგრამ ფეხბურთში კომენტატორად არავის არ უცდია თავი და არა, თავს მომეჭავენ ზუსტად ვიცი. კი, რთული იქნება, ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვიღაცამ უნდა გააკეთოს და თუ იქნება პირველი რა რატო არა. იცი არის, ადრე თუ გვიან ალბათ ეგ მაგნაბიჯსაც გადავდგა, მაგრამ რაღაცებს რო სანამ გააკეთებ რაღაცას, შინაგანი მზაობა ხო უნდა ქონდეს და შენ უნდა შეიძლება გამოვიდეს ისე, ვინც პირველი გადადგამს მაგნაბიჯს და გააკეთებს და თქვა ამ შემთხვევაში შენ თუ იქნები რა, ვინც არ უნდა იყოს ნებისმიერი. იქნება პიონერი ფაქტობრივად მაგ საკითხში, ხო? და შესაბამისად როგორც ყველა გზამკვლევს თუ პიონერს თუ გზა გამკვლევს, რაღაცა უწევს უცხო ტერიტორიაზე შესვლა და შესაბამისად ძალიან რთული რაღაცების გაკეთება უწევს იქ. ჯუნგლების გავლა შეიძლება მოუწიოს და გაჩეხვა ამ ჯუნგლების და 1000 რაღაცებს შეიძლება უკვინოს, 1000 რაღაცა მოწამლოს და 1000 უბედურება გადაიტანოს, იმიტომ რომ ეგაა ტიპია, რომელიც პირველი გადის ამ გზას და შესაბამისად ნებისმიერ შემთხვევაში ვინც არ უნდა იყოს ეს პირველი ქალი, ბევრი მოხდება. მაგრამ სამაგიეროდ მე დააფასებენ. მე ეგრე მგონია. ნახოთ. იცი რა მაინტერესებს, აი ხშირად მთხოვენ ხოლმე ისეთ შეფასებებს, ეხლა მაგაზე გამახსენდა, რომ აი მაგალითად აი რა როგორი ტაქტიკით გაიყვანა პირობითად ვილისანელმა მოედანზე გუნდი. ხო? მე ჩემს პროფესიას აი ამ ეტაპზე რა, ეხლა ხო გეუბნები ჯერ კომენტატორი არ ვარ და არც გეგმაშიც არ მაქვს, იმიტომ რომ ხო ეგ გზა ძალიან რთული მიჩვენება მეც როგორც შენ აღწერე. მაგრამ
აი, სპორტული ჟურნალისტი, სპორტული ანალიტიკოსი და კომენტატორი, ეს ხო სხვადასხვა პროფესია. აი, რო გავმიჯნოთ, აი, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ეგრეა, რომ ამ ეტაპისთვის სპორტული ჟურნალისტიკა და თქვათ სპორტული ანალიტიკა კომენტატორი არა, აი ნახე, სპორტული ჟურნალისტი გააჩნია რა სფეროში რას აკეთებს სპორტული ჟურნალისტის, იმიტომ სპორტული ჟურნალისტიკა ძალიან ფართო ცნება ხო, აი მაგას ვიძახი ხო, მე არ ვარ ვიწრო, არ მარტო ფეხბურთს მაგალითად არ ვაკეთებ ხო, ან ვაკეთებ ჯუდოსაც ვაკეთებ რაღაცას. ნახე, ფეხბურთი იყოს. მანდაც არის რა, შენ შეიძლება იყო კორესპონდენტი და უბრალოდ სპორტულ ახალ ამბებს აცნობდეს საზოგადოებას, სადაც სპორტის ცოდნა გჭირდება, მაგრამ საბაზისო რა, უფრო რაც საკმარისია იმისთვის, რომ შენ გადმოსცე აზრი. ისა თუ ეს ამბავი. არ თქვა ისა, მადრიდის ბარსელონა ან რაღაცა, ხო, როგორც იმ ცნობილ ვიდეოშია. რაღაც. ანუ მინიმალურად მაინც იცოდე, რომ ბარსელონა ქალაქია და მადრიდის ქალაქია, ხო? სხვადასხვა ქალაქებია და ფეხბურთი გეხმარება მაგალითად გეოგრაფიის შესწავლაში ადამიანს. ეგ ერთი ვარიანტია. არის ვარიანტი, როდესაც ხარ სპორტული ინტერვიუერი, ჟურნალისტი ხარ და მარტო ინტერვიუებს იღებ სპორტის წარმომადგენლებისგან. სადაც ასევე საბაზისო ცოდნა გჭირდება. თუმცა კონკრეტულ ტიპთან ინტერვიუამდე მოემზადები იმ ტიპთან რა კითხვები უნდა დასვა და ნუ ხა არ არის აუცილებელი სიღრმეებში ჩახვიდე. და ხო, რაღაცა. მაგრამ თუ მიდგება საქმე კომენტატორზე, აი რასაც ქვია საფეხბურთო კომენტატორზე, ანალიტიკის ცოდნა და ანალიტიკის სფეროში გარკვევა აუცილებელია ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ მან რო აი კომენტატორი ვერ იქნება უბრალოდ ტიპი, რომელიც ახმოვანებს იმას რა ხდება მინდორზე, რასაც ხედავს. იმან რომ ახმოვანოს მათ შორის მწვრთნელების ტაქტიკური გადაწყვეტილებები, ცვლილებები ტაქტიკური, რომელიც ამა თუ იმ მწვრთნელმა გადაწყვიტა რომ მიეღო თამაშის მიმდინარეობისას და ნიუანსები რა, დეტალები მათ შორის. მაგიტო არ არის მარტივი კომენტატორობა, იმიტომ რომ შეთავსება გიწევს ფაქტობრივად ორი პროფესიის რა. ანალიტიკოსი უნდა იყოს. აი მაგას ვამბობ, რომ ანალიტიკაში ნახე მარტო იმას არ გულისხმობ. მე არ ვთვლი თავს ანალიტიკოსს, კომენტატორათაც არ ვთვლი ცხადია და შესაბამისად ანალიტიკოსათაც არ ვთვლი რა. ხო, ნახე მან ორი გზაა, შეიძლება ვიღაცა ადგეს და იყოს კომენტატორი ანალიტიკის გარეშეც. რაც მაგარიც შეიძლება გაამართლოს მაგანაც კაცო, უბრალოდ კაი ტიპი იყოს, იღადაოს რაღაცები, იხუმროს, სასაცილოც იყოს და რაღაცა ილაპარაკოს იმაზე კონკრეტულად თამაში რა ხდება ვთქვათ, მაგრამ ხო, ეგეთებიც ჩემი აზრით. შეიძლება კი, მაგრამ ანალიტიკის სფერო თან მოიცავს მარტო ტაქტიკურ ანალიზს არა. აი ჩემი აზრით რა, მაგალითად, ჩემთვის როგორც ფეხბურთის მოყვარულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ტიპი რომელიც კომენტარს უკეთებს თამაშს, იმას ფეხბურთი ნათამაშები აქვს. ნათამაშებში არ გულისხმობ პროფესიონალურად. ეზოში რა, ანუ ნიუანსები იცის. აი ვიღაცამ რო რთული დარტყმა შეასრულა, რთულ სიტუაციაში გამოძრა დაარტყმა. მინდა რომ მიხვდეს ეს ტიპი რა. იმიტომ რომ ვისაც არ უთამაშია, შეიძლება ვერ მიხვდეს, როგორ რთულია რაღაცის გაკეთება. ვიღაცა ვისაც უთამაშია, ის მიხვდება. რო სიტუაციაზე ზიდანმა როგორც დაარტყა ბურთს იმასთან ლევერკუზენთან ფინალში. ეგ რთული დასარტყმელია. მიუხედავად იმისა, რომ ის ზიდანია და იმის წეს მარტივი უნდა იყოს. რთულია რა რეალურად ეგეთი. მაგიტო რომ ეგეთ გოლს ხშირად ვერ ნახულობ, ხო? სიტუაციაზე ამბობ, ხა ამაზე ძალიან ბანალური მაგალითად მოვიყვანე, მაგრამ არის დეტალები ისეთი რა, საფეხბურთო კიდევ უფრო სიღრმისეულს გეუბნება, როგორ რაღაც დეტალს გეუბნები, იცი, მაგალითად თავდასხმელი უდგას და მცველი უდგას უკან და რომელი ფეხით მიიღებს ეს თავდასხმელი ბურთს. აი ბურთი მოვიდა და მარცხნივ მიიღო თუ მარჯვენათი. საით მიიღო ეს ბურთი, აქეთ წამოიღო თუ აქეთ წაიღო. ტანი როგორ ჩადგა? ესე დადგა ტანი თუ ესე დადგა ტანი. ეს ტიპი როგორ უდგას? სახით აქედან დგას თუ იქიდან დგას. ანუ ბევრი დეტალია რა, ნებისმიერ ეგეთ დეტალები, რომელიც სასურველია რა კომენტატორმა იცოდეს ინსტინქტის დონეზე რა, იმიტომ რომ თვითონაც სადღაც უთამაშია ფეხბურთი და იცის რა, რომ აი რაღაცა გააკეთა, ამან კარგი ახლა რა და ვიღაც შეიძლება ვერ მიხვდეს მაგას, ხო ხტები? ხო, მესმის. მაგიტო ანალიტიკა მაინც კომენტატორის ამბავში აუცილებელია რა. მაგრამ კიდევ ერთხელ შეიძლება ისეთიც მივიღოთ, რომელიც ჩემი მოსაზრებით დღეს ისევ და ისევ ქალთა კომენტატორებზე თუ გადავალთ, ქალ კომენტატორებზე. ჯერ ერთი ქალი ფეხბურთელები არიან საკმარისი, რომელსაც მაგალითად ეგ ნიუანსების და მაგ დეტალების შემოტანა შეუძლიათ. მაგრამ რახან პირველი უნდა იყოს ვიღაცა ფეხბურთში ქალი კომენტატორი. მე მგონია რომ როცა იქნება ეს ვიღაც პირველი, ვინც არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ იგივე შედარწმუნებული რომ ძალიან ჯოჯოხეთის გავლა მოუწევს. მეც დარწმუნებული. იმიტომ რომ ახლა ხო ხვდები ქალი ფეხბურთთან დაკავშირება უკვე ჯოჯოხეთი არის. უბრალოდ ჟურნალისტი რო ვარ მაგაზეც მივლიან აქედანაც იქიდანაც ყველაფერს. იმასაც ჯოჯოხეთი გავლა მოუწევს, მაგრამ ნახე მეორე მხრივ სამაგიეროდ რაღაც დადებითი რა შეიძლება იყოს პატარა მაინც. რაღაცები ეპატიება. რაღაცებს უფრო აპატიებენ ვიდრე კაცი. ვიდრე ტიპს ხო, ვიდრე კაცს, იმიტომ რომ კაცი 15000 ჟურნალისტი იყო. სექსიზმია ხალხო. ნუ ახლა ეგრეა. ერთხელ როგორ მოხდა? სექსიზმი არ არის, უფრო ლოგიკური ის არის რა, იმიტომ რომ იმ
არა, სექსიზმიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ლოგიკური სექსიზმი არა, იმის პრობლემა რომ პირველია იმის. ლოგიკური სექსიზმი არ არსებობს. არა, ნახე, არა, მეგეუბნები რომ ლოგიკურია ადამიანების აღქმა რა, იმიტომ რომ პირველი ხარ. კი, და უცებ აიხმას. პირველი, არა, ხო და პირველი რაც არ უნდა იყოს, რაღაცებს აპატიებ იმას. ხო? არ ვიცი, ჩემი აზრით ქართველი გულშემატკივარი ძალიან აი ზოგადად ქართველებს რაღაც შუალედის დაჭერა მაგრა გვიჭირს. ხო, ცოტა აგრესიული ხალხი ვართ. კი, მეც ეგრე მგონია, რომ რა ძალიან რადიკალურად ან ძალიან გვიყვარდება ონლაინ აგრესიულები ვართ. ძალიან უნდა გადაუვაროთ. როგორ მახსოვს, იცი? ფორმულაზე მაშინ ახალი დაწყებული მქონდა რა მუშაობა. აი რამე სახელდაგვარი არასწორად კი არა, თქვი, უბრალოდ გამოთქმა არ მქონდა ისეთი კარგი, როგორიც შეიძლებოდა რომ მქონდა. 100-ს კი არ გადამინაცვლებია. ანუ დასკრინეს და მათრიეს. თელმა ერმა და ისეც მაქედან ხვდები რომ იქ რო რამე შემეშალოს, ან არ მოეწონათ. აუცილებლად შეგეშლება თან ახლა, შეშლება ხო რა თქმა უნდა. ყველა შეშლება ჩვენს დავცინივართ ერთმანეთს ხალხო. კი, ხო, მაგრამ ნუ ხა მან ზღვარი უნდა დაიცვა ხო. ხო, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა. ადამიანები უნდა მიიყვანო რომ გაგიჟდეს. გადაობა სხვა. ხო, მაგრამ თან ახე პირველის ამბავში რა, სექსიზმის ამბავში. სექსიზმი უფრო ისაა, რომ მე მგონია, რომ რახან ქალი კომენტატორი გაიჩითება, თუ როცა გაიჩითება, რა თქმა უნდა, მას მოუწევს ზედმეტი რაღაცები სატანა, რაც კაც კომენტატორს არ მოუწევდა რა, იმიტომ რომ ეს ქალი კომენტატორია და ნუ ეგ სექსიზმი იქნება აუცილებლად. მაგრამ აი ის, რომ რაღაცები ეპატიება. მე კი არ გულისხმობ ის ტიპი აპატიებს. ზოგადად ეპატიება ლოგიკურად, იმიტომ რომ პირველია. ისევე როგორც გზამკვლევს პირველ ტიპს რომ მიდის და ჯუნგლებს რო ჩეხავს, ბევრი რო ხვდება, იდიოტობას რო გააკეთებს თან, აი მაგალითად იმას რაღაცა სცენარეს რო შეჭამს, რომელიც თურმე 200 წლის მერე ყველა მითის რომ მომწამლელია და არ უნდა ჭამო. ამას არ ეცოდინებოდა, ეგ იმიტომ რომ პირველად ნახე ის სცენარი და ეპატიება რო შეჭამა რა. თავარია რომ არ მოკვდარიყო. ეპატიება რო შეჭამა ის სცენარი რა. ნახე ეპატიება რა. ეპატიება რომ ერთი გასინჯერჯერ და დააკვირდა, აბა ხო არ მომკლავსო. ცუდად რო გახდა, მე დაიმახსოვრა რომ ეს არ შეიძლება რომ ჭამო. თუ მიადგა და გადაჭამა თავიდან ბოლომდე და მოკვდა, მაშინ არ ეპატიება, იმიტომ რომ სისულელე ჩაიდინა მაინც. სხვათა შორის ალბათ ქალი კომენტატორი რო გყავდეს, ძალიან კაი რეიტინგი ექნებოდა, იმიტომ რომ კი გალანს ყავდნენ. არა, რას ლაპარაკობ, ძალიან ის იქნებოდა. აი ხა დღევანდელი მოცემულობით რაღაცა ყველა არხს YouTube-ს არ გულისხმობ, სატელევიზიო ძალიან კაი რეიტინგი მაქვს. მარკეტინგული შლა იქნებოდა, მე მგონია. ხო, არა, ისედაც მართლა კარგი რეიტინგი მაქვს, ანუ სხვა არხებთასაც რო გადახედო, ანუ ფანტასტიკურია. ამიტომ მგონია რომ ქალ კომენტატორს შეიძლება კი გადაუვარო, არაპატიონ, ასე შემდეგ, მაგრამ რეიტინგი ვიღაც კომენტარებზე უკეთესი ექნება. ხო, კომენტატორს ფეხბურთის მაყურებლები უმეტეს ბევრი. მე მგონია რომ აგრესიული, ასე ვთქვათ, სექსისტი არ არის რა. ანუ ეს იქნება უფრო აი როგორ აგიხსნა. ისე რომ გამოვიდეს რა. აი ქალს რა უნდა ფეხბურთთან, ხო იცი? ქალის ადგილი კუხნაშია. აი რაღაც ეგეთი ტიპის ხუმრობები იქნება ბევრი რა. ოღონდ არა აუცილებელი ეს მართლა ისეთი ის იყოს, ვიღაცას რა თქმა უნდა ხა არის სიამოვნება ეს რაღაცები, მაგრამ არა მგონია რომ ბევრი იყოს ნათქვამი ბოროტი განზრახვით იმ კუთხით, რომ ხუმრობაა რა, შეიძლება ცუდი ხუმრობაა, ბაზარი არა, იმითი განპირობებული ხუმრობაა, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში ხუმრობაა. თუმცა აგრესია, რეალური აგრესია მგონია რომ ასევე ბევრი წავა რა, რომელიც არანაირად არ უნდა წავიდეს, მაგრამ რას ვიზამთ ეგეთი რეალობაა რა. მით უმეტეს ფეხბურთის მაყურებლები მარტო საქართველოში არ სოფლიოში ზოგადად სექსისტები არიან. ჩემი აზრითაც. ერთამე ეგ აზრზეც არ არის ეგრეა ხა ფაქტია რა. კი. თუმცა ნუ აი რავი მე პირიქითაც მინახავს რა. აი ელიტყვი ეგრე რა, პირიქითაც მინახავს მაგალითად რომ ქალი საჯის მიმართ სიტყვაზე უფრო მობიერება გამოუჩენიათ რა გულშემატკივარსაც და ფეხბურთელსაც ვიდრე კაცი საჯის მიმართ გამოიჩენდა. მაგრამ პირიქითაც მინახავს. მეც ეხა გამახსენდა რამდენიმე მომენტი. ხო, ამიტომ ვერ იტყვი რა, გააჩნია. ჩვენმა ლაპარაკმა შორს რო არ წაგვიყვანოს. მომენტ იქ დავდებ. ესე იგი ეხა 4-ში ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად ხვდებით თურქეთს მსოფლიოს შესარჩევ ციკლში და ძალიან რთული მეტოქია. ხო. აი ძალიან რთული მეტოქია, ახალი სხვათა შორის ძალიან მომწონს და ვემხრობი დებიუტანტების გამოძახებას ნაკრებში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია და შეიძლება ცდად არ ღირდეს, მაგრამ მე მომწონს ეგ დამოკიდებულება. შენ აი როგორ აღიქვა ხა ამ ციკლს თურქეთის თამაშიც ვნახეთ საქართველოსთან. ხო, ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა ფაქტია, ეხლა წილის ხეს მეც გასაგები იყო. თავს შესარჩევია ზოგადად რთული მსოფლიო ჩემპიონატის რა, იმიტომ რომ მეორე ადგილზე რომ გავხვიდე და ჩვენ ჯგუფში რთულია
და წარმატება იქნება მეორე ადგილზე რო გავიდეთ ახლა აქ, ხო? ნამდვილად. ესპანეთი ან თურქეთი რო ჩავტოვოთ და ბულგარეთის მიმართ ხარ მინდა ისე გამოვიდეს, მაგრამ რეალურად ბულგარეთი არ განიხილება, გუნდად რომელიც პირველ ადგილზე უნდა გავიდეს, ხო? მაინც სწორება არის ესპანეთი თურქეთზე და ერთ-ერთი რო ჩატოვო, ну, ძირითადად იგულისხმება მაინც რომ თურქეთი უნდა ჩავტოვოთ, თუ მეორეზე გავდივართ. ხო, რამე თუ გვინდა თურქეთი უნდა ჩავტოვოთ. ხო, ბანალურად რო ვთქვა. და მეორეზეც რომ გახვიდე, მერე პლეი-ოფი ისეთი რთულია, არ არის ის პლეი-ოფი, რაც ევროპის ჩემპიონატზე იყო, სადაც თქვა ერთი ლიგიდან რომ მოვხდით და ჩვენი დივიზიონის გუნდთან ვიწევდა თამაში, ხო, საბერძნეთთან მაგალითად, ლუქსემბურგთან. აქ შეიძლება შეხვდე პორტუგალიას სიტუაციაზე, ან საფრანგეთს პირველივე ეტაპზე და რომს გააგდო საფრანგეთს, შევა მერე ინგლისში შეხვდე რა, როგორც მაგალითად წინა მსოფლიო შესაძლებლობაში იყო, თუ იმის წინა იყო, რომელიც წინა იყო. პორტუგალია მაკედონია რო ჯერ იტალიაში შეხვდა და რომ მოუგო და მერე პორტუგალიასთან რომ მოუწია თამაში, ხო? ანუ ეგეთი რაც შეიძლება იყოს, მოხდეს. მსოფლიო ჩემპიონატის შესაძლებლობა. ხო, არაფერით არ არის გამოიწვეული წინასწარ. ხო, თუმცა მეორე ხო შეიძლება პირიქით ძალიან სუსტი მეტოქი შედარებით სუსტი ახლა პლეი-ოფში ამდენად შეიძლება სუსტი შეხვდეს, ეგეთი იყოს. მაგრამ ნუ ამის აუცილებელია რომ მინიმუმ მეორე ადგილი დაიკავო, რაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ მინიმუმ თურქეთს უნდა აჯობო, რაც რთული იქნება, იმიტომ რომ კაი გუნდი არის თურქეთი. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით, მაგრამ არ მგონია რომ უშანსოდ ვიყოთ თურქეთთან. ჯერ ესეთი იქ საკმაოდ კარგი თამაში ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატზე, მერთა ლიგი გავიდა იმის მე წელიწადი, მაგრამ კარგი მატჩი ვითამაშეთ. იმის ფონზე რომ პირველი მატჩი იყო ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე და რა თქმა უნდა ძალიან დიდი იყო ნერვიულობა და იმის მერე იმ ერთ წელიწადში მე მგონია რომ ჩვენი გუნდი და ჩვენი ფეხბურთელები უფრო უკეთესები გახდნენ და თურქეთის პირიქით გაუარესდნენ. ყველა არა, რა თქმა უნდა, ზოგს ყველას არ ეხება ილდის სიტყვაზე ან არა, მეც არ ვთქვი. არდას სიტყვაზე, ხო? მაგრამ აი მაგალითად დაცვის ხას თუ გადახედავ თურქეთის ნაკრების, ხო? იქ სახელებით კი კაი ფეხბურთელები არიან, მაგრამ შეიძლება სეზონს კლუბებში ვერ ატარებენ მაგას გულისხმობ? ხო, რავი, ზოგი უკვე ასაკი მოემატა, ზოგი ევროპიდან წასულია უკვე და საუდის არაბეთში თამაშობს მაგალითად, ასე რომ არის რაღაცა დადებითი ელემენტები, რის დანახვა შეიძლება ამ ყველაფერში რა. თუმცა კიდევ ერთხელ ძალიან რთული გუნდია თურქეთი და ცირედით ალბათ, მაგრამ მაინც აუტსაიდერები ვართ მაგათთან დაპირისპირებაში. სახში არა, კიდე თუ არა, ორ მატჩში ვამბობ, რა, იმიტომ რომ მან რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება თუ სიტყვაზე ლაპარაკია იმაზე რომ მეორე ადგილზე გავიდეთ, თურქეთს უნდა მოუგო სახში და იქ პრეი თამაშო. ხო? ბულგარეთს მოუგო ორივე თამაში და მე ესპანეთთან იქნებ სადღაც რაღაცას გამოკრა ხელი. თუმცა რადგან ფეხბურთია და ფეხბურთში საერთოდ არაფერია გამორიცხული, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ეს ესპანეთის სახით დღესდღეობით ევროპის მინიმუმ მეორე საუკეთესო გუნდი, ხო, ევროპის მოქმედ ჩემპიონია საერთოდ, მაგრამ აი ესე რო იყო, აი საფრანგეთი, ესპანეთი ალბათ ყველაზე ძლიერი ორი გუნდია, ხო? ინგლისი შეიძლება მიამატო თქვა ამ სიას, პორტუგალია ცოტა ქვემოთ შეიძლება, მაგრამ ნუ ორიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი ნახოთ ჩოქტა ჯგუფში, თან ჩვენს უხერხული მეტოქე მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი კი არა, ამხანაგური გვაქვს მოგებული, მიუხედავად მაგისა, ფეხბურთია ჩვენ ნაკრები ხელწამოსაკრავი ნახოთ არ არის, კაი ფეხბურთელები ყავს, გამოცდილება აქვს უკვე დაგროვებული, ერთად თამაშის გამოცდილება აქვს დაგროვებული, სანიროვთან თამაშის გამოცდილება აქვს დაგროვებული. ანუ ძალიან ბევრი დადებითი მომენტია, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ შეიძლება მეტყველებდეს იგივე თურქეთთან დაპირისპირებაში და იგივე ესპანეთთან მიმართებაშიც რა. ძალიან ძნელი იქნება, ძალიან რთული იქნება, საერთოდ არ გამორიცხული რომ აი ბოლოზეც კი გავიდეთ ამ ჯგუფში, მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი შესაძლებელია. მით უმეტეს აგერ კალაბურჩი მოუგეთ ესპანეთს. სასწაულია. ხო, არავინ არ მოელოდა და ამიტომ ფეხბურთში რომ მოუგოთ რა ეხო ვითომ. არც არაფერი, მაგრამ დიდი სენსაცია იქნება, მაგრამ ძალიან გაასწორებს. თუმცა მე ამ შესაძლებლობას არ ვუყურებ ისე რომ რაღაცას დაუძლებელია. არა, ნახე რომც ვერ დაუძლიოთ. ჩემთვის არ იქნება ტრაგედია, იმიტომ რომ ჯერ ესეთი მე ამ ნაკრებისგან სხვა ამ ნაკრების მიმართ სხვა დამოკიდებულება მაქვს რა ცოტა. მეც რაღაც ლოიალურები გავხდით არა? ხო, არა, ეგ ბუნებრივია, ხო, მით უმეტეს ამ წარმატების მე რომელიც იყო, მაგრამ ნუ ზოგადად რახან თვითონ ტიპები მევასება და რახან ფეხბურთელებს გულშემატკივრებს ათითაოთ წასაკეთავის კლუბებში. და ამ ნაკრებმა ისეთ სიხარული მაჯუქა, მე და ისეთ რაღაც მაგზნობინა, რომ აი ვერ გავბრაზდები, ახლა თუ სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი, სადაც არ გავიმართა რთულ ჯგუფში მოვხდით, ეგ თუ ვერ გადავუყო. ძალიან მინდა უღოთ რომ გავბრაზდე, მაგრამ ვერ ბრაზდები, ხო, იმიტომ ჩემთვის მაინც აი რო კვანყოფილი ვიყო როგორც გულშემატკივარი იმ თვალსაზრისით რომ ვიცოდე მაინც რომ უკან არ მიდის ნაკრები, მაჩვენებელი იქნება შემდეგი ევროპის ჩემპიონატი, სადაც აი მან უკვე აუცილებლად უნდა გავიდეთ. მან გონია რომ რაღაცა თამაშა გაიზარდა და მოთხოვნილება გააქვს რომ გავიდეთ. კალაბურთის ნაკრები, რომელმაც დაიწყო ჯერ ევროპის ჩემპიონატზე სტაბილურად გასვლები და მერე გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ხო, აქაც გონია რომ ეგრე უნდა იყოს, რომ ჯერ ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავდიოდეთ სულ. კი, ძალიან მინდა რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ ეხლა, მაგრამ თუ ვერ გავედით ტრაგედია ჩემთვის და რაღაცა ის არ იქნება რომ ეს როგორ მოხდა და რაღაცა, იმიტომ რომ ერთი რთული ჯგუფია. შედარებით შეიძლებოდა შეუდარებლად შეიძლებოდა გაგმართლებოდა
იმიტომ რომ რამდენიმე ჯგუფი არის ამ შესარჩევში, სადაც აი რომ მოხდები ვიყავით დარწმუნებული ვარ რომ ძალიან თავისუფლად ვიბრძოლებთ პირველი ადგილისთვისაც, მაგრამ არ გაგვიმართლა. ერთის მხრივ უკეთ უნდა გვეთამაშა ერთა ლიგაზე, სადაც ბოლო ტურები ძალიან სულად ჩავატარეთ, იმიტომ რომ იქ რომ მეორეზე ან პირველზე გავსულიყავით, შანსი გვექნებოდა 5 გუნდიან ჯგუფში მოხვედრეს და იქ როგორც ნახეთ რაღაც დაალაგდა საბოლოოდ 5 გუნდიანი ჯგუფია, როგორც მახსოვს, ერთი 2 შედარებით იოლია. შედარებით მიუხედავად იმისა, რომ 5 გუნდი არის იქ, შედარებით იოლია. გრანდი არ არის ესეთი რა გამორჩეული და მაგიტო რა და ჩვენთან ხა ესპანეთის მოხვედრით უკვე ბევრი რაღაცა ხო, კი. ნამდვილად. და თან ევროპის ჩემპიონატზე ორივეს რო ვეთამაშეთ რაღაც ორივეს თანამარცხა, აი რაღაცნაირი ფსიქოლოგიური მომენტიც არის რა. თუმცა კიდევ ერთხელ თურქეთთან პირველი მატჩი იყო, ჩვენ უფრო ნერვიულობდით და იმის მერე ჩვენი გუნდი უკეთესია ჩემი აზრით და თურქეთი ჩემი აზრით არის. შემატკივრობა. ხო, არა, ნუ თან გიწევდა თურქეთში თამაში რა, ფაქტობრივად თურქეთში თამაში. ფაქტობრივად მართლა ვითამაშეთ სტამბოლში. ეხლა ვეთამაშეთ და ძალიან მნიშვნელოვანი პირველი მატჩია, ხო და ეს ორი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, იმიტომ რომ ახან სახში ვთამაშობთ, აი 6 ქულა გვაქვს აუცილებლად ასაღები იმისთვის, რომ თავამად მივიჩნიოთ, რომ ვიბრძვით მინიმუმ მეორე ადგილისთვის რა და ვნახოთ რა, რა ვიცი, ვნახოთ. მე ამ ჩემი როგორც ერთი კონკრეტული გულშემატკივრის გადმოსახედიდან, ჩემგან ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალია ეს გუნდი, აი. არანაირი ზეწოლა არ აქვს რა, აი. ჩემგანაც მართლა. ითამაშონ, სიამოვნება მიიღონ და თუ და იმაში გეთანხმები, რომ ევროპის ჩემპიონატზე ხო, იქ უნდა გადიოდნენ, კი. ამ ნაკრებით, იქ ყოველთვის უნდა მოხდეს. შემდეგ შესაჩევს უნდა მოხდეს უეჭო. უკვე შესაჩევიდან ჯგუფიდან უნდა გავიდეთ რა. მე შეგრამ მგონია და ძალიან დიდი აგრესია და ალბათ უკმაყოფილება წამოვა გულშემატკივრიდან და მე მგონია რომ აგრესია და უკმაყოფილება შეიძლება წამოვიდეს სოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ვერ გადალახვის შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ზოგადად მომთხოვნი გულშემატკივარი ვართ ჩვენ და ძალიან რადიკალურიც როგორც აღნიშნე. ხო, არიან ნამდვილად. მაგრამ შედარებით გამართლებელი იქნება ეგ აგრესია ჩემი აზრით ახლა. ჩემი აზრით ლოგიკურობა არ უნდა დავკარგოთ. გამართლებული ხო და გამართლებული იქნება თუ აი შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესაჩევი ვერ გადალახთ. ანუ ჯერადროს ის არის აგერ ეს თამაშები გვაქვს და ესენი ხა თუ მოვიგეთ ეს პირველი ორი შემთხვევა. კი გვინდა ისე ამერიკაში წასვლა რას? რა თქმა უნდა კი. წავიდოდით 1.30.000 კაცი ისევ ამერიკაში. ამერიკა, მექსიკა, კანადაში. ხო. დიდი სიამოვნებით. ჯერ ამერიკა, მერე მექსიკა და მე ჯერ კანადა და მერე მექსიკა და ეს გადავიდოდით 30,000-ზე. როგორც გერმანიაში დავდივდით ხელშეკიდებულები. ისე გადაუბარგდებოდით. სიამოვნებით. ბედნიერად. მე და მოხდეს და რა ვიცი, სოფლიო ჩემპიონატს თუ გავედით. მე უკვე ნავდაწყლანა ჩემეძლება შეგიძლიათ. შეგიძლიათ ვიღაცა ძალიან ცუდი ამბების დატრიალდეს, ვიღაცა ვერ გადარჩი, შეეწიო, შეიძლება მაგის იყაროს. არა, სიგიჟე იქნება. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა რა იყო და ხო. მე მგონია რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლასაც ახლა შემდეგ გასვლას ხო ეგეთი ეფექტი აღარ ექნება უკვე ერთხელ ვიყავით უკვე და ხა აი სოფლიოზე გასვლას და იგივე ის ექნება რა დარწმუნებული ვარ რაც ევროპის ჩემპიონატზე განვიცადეთ თელმა ქვეყანამ და ვნახეთ და ვიგზენეთ იგივეს ვიგზნოთ სოფლიოზე რომ თუ გავა ჩვენი ნაკრები რა საოცრება იყო და ძალიან მაგრამ მინდა რომ ეგეთი რაღაცები ხშირად განმეორდეს იმიტომ რომ აი ესეთ პატარა ქვეყანაში ესეთ არასტაბილურ გარემოში ძალიან გვჭირდება ეგეთი პატარ-პატარა სიხარულები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი პატარ-პატარაც არ არის, თან დიდი სიხარულია. რეალურად ეგ არის სიხარული, რომელიც ერთს აერთიანებს რა. კი, ნამდვილად ძალიან დიდი ხანი გავყვა ყველას, იმიტომ რომ აი რაღაც მაგ ემოციებიდან მე პირადად ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხანი ვერ გამოვდიოდი რა. ეხლა 21 წლამდელებზეც ვიყავი სლოვაკეთში და აი მეგონა რომ ისევ იქ ვიყავი არ ვიცი რაღაცნაირად განმიახლდა რა ეგ სიხარულია და ის 20 წლამდელებზე ეს ორჯერ თამაშობდნენ. პირველად გავიდნენ ხო თან? თავისი გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ეგეც ხო როგორი სტატუსი გქონდა და ხო. და ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ საფეხბურთო ნაკრები 20 წლამდე ან ეროვნული შესარჩევიდან გავიდა თან და. ძალიან რთული მოხდა და ძალიან რთული მოწინააღმდეგეები. და კარგად ვითამაშეთ იქაც. რამას სვანაძე ყველგან ვამბობ, მე მგონი სადაც აი ამაზე ვსაუბრობთ, რამას სვანაძე არის ძალიან კარგი მწვრთნელი, ну პიროვნებასთან მე ჩემგან რაღაცნაირი დადებითი ემოციები მოდის მის. მაგრამ ზოგადადაც კარგი მწვრთნელია შედეგებით ამტკიცებს. ხო, მწვრთნელი ძალიან კარგი, არა. ჩემი მეგობრის ხუმრობის არ იყოს იმ ფეხბურთელებით ფაქტობრივად, რომლებიც შესარჩევში პირველ ეტაპს ვერ გადიან, ანუ მეორე ეტაპზე აგებენ იმის ევროპის ევროპის საკლუბო ტურნირების, იმ ფეხბურთელებით, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გავიდა ნამდვილად, კი. კარგადაც ითამაშეს იქ, რო არა ის გაძევება საწყის წუთებზე, ბევრად უკეთ ვითამაშებდით იმ თამაშს დარწმუნებული შანსი მეტი გვექნებოდა. აი ხა რაც დავფიქრდი, იცი რომ ცოტა შეს მგონი ლევანს ვკითხე, ზუსტად არ მახსოვს, ან ბიზნეს ან ლევანს რა. ბარსა და PSG რო შეხვდნენ ერთმანეთს.
მესმის ახლა ხუჭას ცალკე ინდივიდს ცხადია სადაც უნდა წავიდეს ყველგან გულშემატკივრად მაგრამ ბარსას ღალატობდა გულშემატკივრად PSG-ს არა ხო ვერ ამას ხო რაღაცა თელ ცხოვრება რაც თავი გახსოვს რაღაცა გულშემატკივრად მილანი ნაპოლი რო იყო აი პირველი სეზონი ხუჭასი ნაპოლიში და მაშინ კიდევ უფრო ერთი ამბავია ხო და მაშინაც კი გადაცემაში ევროპაზე გამოვედი და თქვი რომ მეთქი მილანის კომაგებს მე თქვენკენ ვარ ძვება მესმის რატო შეიძლება გულშემატკივრობდა მილანს და ძალიან ცუდი ის არის ჟესტია რომ ვიღაცა გამუნათებს და გაბულინგებს და გიხურებს რომ ეუბნება რა თქვია შენ პატრიოტი არ ხარ რატო არ ვარ პატრიოტი ეგეთი ადამიანები იყვნენ ბევრნი ასევე რომელიც კი ვიღაც შეიძლება მართლა ეგრეთ თვლიდეს და ყველანაირი პატივისცემა მაგადამას რომელიც მართლა თვლის რომ მე არ გულშემატკივრებ ჩემს საყვარელ გუნდს ხუჭას წინააღმდეგ კი ბატონო მაგრამ მეორე ტიპი თუ არ რომელიც გულშემატკივრებს თავის საყვარელ გუნდს იმას რატო ლანძღავდო შენ ხო არ გულშემატკივრებ შენ ხო იმისკენა რითი არის შენზე ნაკლები რატო ხარ ამაზე უკეთესი ტიპი აი ხალხი ბევრი იყო მაშინაც მახსოვს რა რომ თქვა აი მილანის გულშემატკივრებს ძალიან აგრესიულად მიუდგნენ და აკრიტიკებდნენ ასე ვთქვათ მაგრამ ნუ ახლა მე მესმის რა 20 წელი რო გულშემატკივრობ მილანს აი ძალიან ძნელია ადგე და უთხრა საკუთარ თავზე არა ახლა მე მილანსკენ არა რეალის გულშემატკივარი რო ვიყო აი რეალის გულშემატკივარი რო ვიყო ძალიან გამიაძულდებოდა პირიქით რატო 15 ჯერ რო გაქვს ჩემპიონატი ნახე მილანის კომაგ ერთხელ მოაგებინე რა თუ რაღაც ებაგ კონტექსტია აქ თავარი რა აი მილანის კომაგს რო გაუჭირდებოდა მილანის გულშემატკივრობაზე უარის თქმა ძალიან კარგად მესმის ამიტომ მილანმა გამოიარა უბედურება ამ ხალხმა გამოიარა აი ჯოჯოხეთი რა ჩემპიონთა ლიგაზე არიყვნენ 9-10 წელი. დაბრუნდნენ ამ ჩემპიონთა ლიგაზე და ეხლა ვიღაცები ეუბნებიან რომ შენ საყვარელ გუნდს ამდენი წელი ველოდი ლიგაზე არ უნდა უგულშემატკივრო თუ უგულშემატკივრო ხარ პროჭი. ანუ აი მაგას რო გეუბნებიან ცუდია ხო და რეალის კომაგი რო ხარ მეორეს ხრი ხო 15 ჯერ რო აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული ნუ აი ხა უკვე შეგიძლია. ეს გვინდა. არა ნუ აი ხო და აი რეალის გულშემატკივარზე რამეთ აი უფრო ის არის უფრო გავუგებ რა აი რეალის გულშემატკივარზე. მე მგონი მანდ უბრალოდ ეგოიზმი გერთობა იმიტომ რომ ბარსელონას გულშემატკივრო. რაღაც ტურნირზე, მაიცი რაღაც ტურნირზე რო თამაშობდე და ეს ტურნირი მქონდეს მოგებული ზედიზედ 7 ჯერ. და მერვეჯერაც და პონტია რომ ქართულს აქვს შანსი ძლივს მოგების რა და მე არა ისო მე მერვეთ უნდა მოვიგო. ნუ აი რა აუშვი რა მოაგებინე იმას რა რატო? ჩაერთო მოუდი ეგოიზმის. რა რეალის გულშემატკივარი რო ხარ უფრო მარტო. პირიქით კარგს ვამბობ ხარ რეალზე სულს კი არ ვამბობ. კარგს ვამბობ. არა კარგს ამბობ მაგრამ მე ვამბობ იმას რომ რეალი იმდენად წარმატებულია რეალი იმდენად რეალის გულშემატკივრის განმოსახედიდან ვამბობ მართლა აი კალატოსაც აღარ ნათქვამი რა რეალის გულშემატკივრისთვის ბევრად მარტივია დათმოს რეალის გულშემატკივრობა. არა რეალის გულშემატკივრობა ნიშნავს რომ ხარ ფანატიკოსი არა გავიგე მაგრამ არა ნახე რეალის გულშემატკივრისთვის ბევრად მარტივია დათმოს რეალის კომაგობა ერთხელ ერთი წელი მაინც ქართველის წარმატების ხარჯზე დათმოს რა იმიტომ რომ 15 ჯერ აქ ლიგა მოგებული და ბოლოს იმდენ ყელშია რა მაგრამ მილანის კომაგს ოთხო მაგას 8 წელი თუ 9 წელი ჩემპიონთა ლიგაზე არ იყო და ძლივსო დაბრუნდნენ და რაღაცა იმაში რო არიან აგონიაშიო მე 4 ფინალში არიან ჩემპიონთა ლიგის და უცებ ვიღა ტიპები ეუბნება შენ ეხა თუ მილანს გულშემატკივარი პროჭი ხარო ნუ ეხა ის ტიპი გაგიჟდება აბა რა სიტყვის თო ხო აი მაგრა წელში გეთანხმები მაგრამ ნუ დასათვალიერებლად მე მაგალითად ეხა ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი რო იყო პარი სენ-ჟერმენის და ბარსელონას ფინალი რო შემდგარი იყო ძალიან მინდოდა იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოყოლილი დარჩებოდა თავიდან არ მინდოდა სხვათაშორის თავიდან პირიქით ვამბობდი რომ არ მინდა თქო საშინელება არა აქეთ ყო არა აქეთ ბარსელონა რა უბედურებაა თქო ჩემთვის მაგრამ მე რო დაფიქრდი პირიქით რა მერჩივნა რომ ეგ ფინალი მიმეღო იმიტომ რომ ნებისმიერ ორივე შემთხვევაში ყოფილი იქნებოდი ან ხუჩა მოიგივდა ან ბარსა ხო ანუ თავიდან თუ თვლიდი რომ ცარიელი იყო ნახევრად ჭიქა მე ჩავთვალე პირიქით წავსეა რა იმიტომ რომ ბარსა მოიგებს და კი ხუჩას წაგება მეწყინება მაგრამ სამაგიეროდ ბარსა მოიგო და ეგ გამიხარდება და ბარსა თუ წააგებს კი ბარსა წაგება მეწყინება მაგრამ სამაგიეროდ ხუჩას რომ ნახავდით ასით ხუჩას მოგება გამისწორდა საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დამთავრდა ბარსა ფინალში ვერ გავიდა და ფინალში წაგების ტკივილი ვერ მივიღე რაც უფრო ცუდია არიან მიცდია თან რეალის არ იყოს ბარსასაც რას მეუყურე ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ წაუგია და ეგ არ ვიცი რა შეგრძნება თან იქით ხუჩამ მოიგო თან მოიგო უმარტივეს და თან გოლი გაიტანა და ნუ იდეალური ის გამოვიდა საღამო რა ყველანაირად просто ცოტა мотиваცია დამიგდო მე როგორც გულშემატკივარს უკვე იმიტომ რომ ტიპი 24 წლისაა თუ რამდენისაა და ყველაფერი მოიგო ერთი ოქრო უკვე რაღაცა ის არის ხო უკვე რაღაცა ხო უკვე იმაზე ვფიქრობ რომ პარი სენ-ჟერმენიდან წასვლით დრო ხო სად უშვებ რეალში არ მინდა ზოგადად გადავიდეს მაგრამ არა ნახე და მეც მომხრე ვარ რეალში არ მინდა რომ გადავიდეს ბუნებრივია იმიტომ რომ ბარსას გულშემატკივარი ვარ და ცალკე აქეთ ყარას გულშემატკივარი და რატომ მინდოდეს რომ რეალში გადავიდეს მაგრამ გამიხარდება რომ გადავიდეს იმიტომ რომ მას უნდა მარტო მას უნდას გამო არა უფრო ეგოისტურად რო შევხედო ქართველი გულშემატკივრის გამოსახედიდან ქართველი ფეხბურთელი რეალში რო აღმოჩნდეს შეიძლება გული გამის კრას რავი ახლა ჩემი ანტიპათიის მიუხედავად რეალისადმი
რას ლაპარაკობ, ანუ ორივე მე ხელით მომხდარა. რეალის გულშემატკივარი ვარ, მიხვდებოდით უკვე, მაგრამ ბარსაშიც რო გადავიდეს, მე მიფიქრია ხა მაგაზე, ბავშვობაში მიფიქრია, რომ აი ფეხბურთელი რო გამოვიდე და ხო ეხლა არ მევასებოდა, უმეტეს ეხლა 40 წლის ასაკში აღარ მაქვს ანტიპათია რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეხლა 23-ის რო ვიყავი რეალს ვერ ვიტანდი. მაგრამ ვიღაცას რო ეთქვა, ეხლა ფეხბურთელი ყოფილი 23 წლის და ეთქვა, რომ რეალში გადმოდიო. არ გადავიდოდი? რას არ გადავიდოდი? რეალში როგორ გადავიდოდი ფეხბურთს ათამაშო. ყარა თუ გადავა რეალში, ეგეც ძალიან, იმიტომ რომ მართლა რო დაფიქრდე პარი სენ-ჟერმენიდან წინსვლა, ანუ სად შეიძლება რა. კი, პრემიერ ლიგა ვთქვათ, კაი ვარიანტია. ლივერპული არსენალის ვარიანტია, ხო იქ, ვთქვათ, სიტყვაზე. ეს დღევანდელი გამოსახენა სიტი, რაც არ მინდა გვარდიოლას უდიდესია გვარდიოლა, მაგრამ სტილიდან გამომდინარე არ მომწონს რა, ვერ წარმოვიდგენ ქუჩას იმ გუნდში. და საათკე ბაიერნი არ არის, ხო? ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი არა. ბუნდესლიგა ისეთივე დომინანტია ბაიერნი იქ, როგორც პარი სენ-ჟერმენი აქეთ. უფრო ისეთ ჩემპიონატში უნდა აღმოჩნდეს. ამ პრემიერ ლიგა ან ლა ლიგა. ლა ლიგაში რა ვარიანტია? ბარსა რეალი. ატლეტიკოში ვარ წავა ეხლა. მაგითო ჯერ ადრე ხა ჯერ პარი სენ-ჟერმენი. მე თუ მკითხავ პარი სენ-ჟერმენი ესეთი გუნდი იყავს, რომ აი ამ სეზონში ძალიან წყნარად შეუძლიათ მოიგო. ვინ იმსახურებს შენი აზრით? არ ვიცი. ჩემი გადასაწყვეტი რო იყოს, მე იამალს მივცემდი. იმ სიხალისის გამო და იმ სანახაობის გამო, რომელიც წინა სეზონში მოგვცა მაგ ბიჭმა რა. მე ვიტინიას. ხო, ვიტინია შეიძლება თავისუფლად. ვიტინი, ანუ მივხედავთ იმისა, რომ აი რაღაც გოლების რაოდენობას სიჩვენე ნახევარმცველია ხა. გოლებს არ უნდა გაეტანა. იცი, ნახევარმცველებზე თუ ვილაპარაკებ, მაშინ პედრიც შეიძლება. ხო, არა, ვიტინიას ნაწილში, აი. მაგრამ ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. მგონია რომ ზევიდან უყურებს მოედანს და მაგრა თურცაი. მე ძალიან შოკში ვარ. ერთ-ერთი ტიპი ვისი დამსახურებაც იყო რა თქმა უნდა პარი სენ-ჟერმენის წარმატებაში აშენებელ სეზონში ვიტინია იყო. ნუ პლუს დონარუმა. დონარუმა ცხადია, მაგრამ ნუ ალბათ მოიგებს დემბელე რა. სავარაუდოდ მოიგებს დემბელე. თუმცა ხა ხვიჩას მე მაგალითად ველოდები რომ 10-ელში ნამდვილად იქნება და 7-ელში შეიძლება მოხდეს, შეიძლება 5-ელშიც გავიდეს. მოგებით არ ამგონია. არა, არც მე ამგონია. ძალიან კი მინდა, მაგრამ იცი რა, წელს რომს არ მოიგოს წინ ძალიან დრო აქვს და არა, ძვირთი არ არის ხა წელს საოქროს ბურთის სეზონი არ ქონდა. ჩემი აზრითაც. ხო, მიუხედავად იმისა, რომ უნიკალური სეზონი გამოუვიდა, სადაც ორი ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო ერთდროულად, მაგრამ ხო, პერსპექტივაში რა თქმა უნდა, ხო, ყველანაირი რესურსი და შანსი აქვს, რომ მოუწოდებს ნახოთის ჯილდო ნამდვილად მოიგოს, მაგრამ წელს ალბათ მაინც მოიგებს დემბელე რა, იმიტომ რომ ცოტა ძალიან ცნობილია ჩემს ვეგამბავი, მაგრამ ჩემთვისაც ძალიან შოქში ვარ დემბელე. ხო, ნუ ფაქტია, ეგეც სეზონი ქონდა და ისე ითამაშა, რომ ყველაზე გამორჩეული პირველი ფავორიტი ეგაა და მე მგონი მეორეზეა იამალი, ანუ რაც ვიცი, რაც ვნახე ბოლოს კოეფიციენტები, იმიტომ რომ ერთი-ორი კვირა. იამალს აქვს ის უპირატესობა, რომ სანახაობის თვალსაზრისით ალბათ საყვალე სანახაობი ფეხბურთელი იყო გასულ სეზონში რა, ამაგიტო. არა, ნამდვილად. და ნუ თან ხა ასაკი და იჯადო ქრობა რაც ძალიან ბევრი მაგარი მომენტი შემოგთავაზა შაშანი ამალმა და მაგიტო რა. ხო. თუმცა ხო, ალბათ მაინც დემბელე აიღებს ბავარაუდოდ. მაგრამ მე აი შეიძლება იამალის მიმეცა პედრის. მე ხა მიკერძოებული ვარ ბარსას ამბავში, მაგრამ მიკერძოებული ვარ იმის გამო, რომ წინა სეზონში ბარსელონა ძალიან სანახაობი ფეხბურთს თამაშობდა. და ეგეთიდან წლები არ მინახავს. და მართალი ხარ. მომენატრა რა ბარსელონა ეგეთი რა და რო ნახე ესეთი ბარსელონა და პედრის და იამალის დამსახურებარი იყო ძირითადად რაფინია ეგეთ სანახაობრივი არ იყო მაინც ესენი უფრო იყვნენ რა და მაგიტომ ამ ორს ამოვარჩევდია. რაღაც მონატრებაზე ბარსელონა მომენატრა რო იძახი. აგერიერი ბარსას გულშემატკივრები ჩამოვჯექით. ხო. აი მართლა გეუბნები ჩემთვის ყველა თამაში მაქვს რეალი და ბარსასი ნანახი რაც კი რამე არსებობს და ანუ ფეხბურთის ყურება რაც დავიწყე და ასე შემდეგ და ანუ მესის და რონალდოს გარეშე ხო ფეხბურთის სამყარო და რეალი ბარსა ვაფშე არ წარმომედგენი ანუ ხანდახან ხო ცოტა მეტირება ხოლმე რომ ამას ვეღარ ნახავ თქო ბარსა აი თელი გულით მეტირება ხოლმე რომ ანუ რეალი და ესა რონალდო და მესის შერკინებას რო ვეღარ ნახავთ გონია რომ აი რაღაცა ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა და ცოტა მართლა გონია რა ეგრე არა დასრულდა მაგრამ ანუ რა აი ვაფშე სხვა მუღამი ანუ მაგათ ეგენი რაც წავიდნენ რეალი და ბარსადან ჩემთვის ანუ აი ადრე თუ არ გამოვტოვებდი რეალის თამაშს ეხა მომენტ შეიძლება დავიძინო რა ისე ხო ნახე კაია ეგ ცუდი არ არის იმიტომ ჯერ ისე ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა ორივეს ძალიან წარმატებული კარიერა იმდენი ხანამდე ხანს არავის არ გაგრძელებულა საერთოდ ხო და მე ცხოვრებაში ერთ-ერთი დადებითი მომენტი რაც არის ის რომ ყველაფერი მთავრდება ადრე თუ გვიან
მაგალითად ყველა მოკვდებით. ეგ დადებითი მომენტია. დადებითია კი ჩვენ ვარ უყდებოდეთ ეხლა და სამუდამოდ რო ცხოვრობდეთ, საშინელება იქნებოდა. ჩვენთვისაც, სამყაროთვისაც, კაცობრიობის ყველასთვის. იმიტომ რომ კაცობრიობა შევაფერხებდით ალბათ სამუდამოდ და არ ხო, მესმის სხვა არ ექნებოდა შანსი რომ თქვა გამოიჩინა თავი, მაგრამ ეგეც სიამოვნებას მგონია რომ ვეღარ მივიღებთ რა. ხო და მაგაშია საქმე. მაგ სიამოვნებას ეხლა უფრო აფასებ, როდესაც ვეღარ გაქვს. თორე რომ გქონდეს ისე ვთამაშობდნენ. გიჟივით ვზივარ YouTube-ზე და ძველ მომენტებს უყურე. ნახე მოგბეზრდებოდა. ეხა ისევ რომ თამაშობდნენ კრისტიანო და რომ მესი და ისევ ბარსელონაში რომ ისევ იგივე რამდენი ხანი შეიძლება ახტოვანებული იყო რაღაცით, არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეგ ამბავი. ხო, რამდენი ხანი გაგრძელდა ძალიან მაგარი იყო და ეხლა უფრო აფასებ მაგას, როცა აღარ არიან. სამაგრო ხვები გამოდიან და სხვანაირი იქნება რა. ეხლა მე კრისტიანომდე და მესიმდე ბარსა რეალი მახსოვს და არა მე ძალიან მაგარი იყო, არაფერი ნაკლები არ იყო. კი, არა, მეც, მაგრამ ну а ეგ დუო ჩემი ფავორიტია. ეგ ხარ იქნება ჩვენ სამუდამოდ შეგვეძლება სამსოცლები ვართ სიამაყე იმით რომ ნახეთ საუკეთესო დუელი ალბათ ორი ფეხბურთელის ფეხბურთის ისტორიაში სავარაუდოდ აქამდე მაინც როგორც მინიმუმ და ძალიან გაუჭირდება ვინმეს რომ კონკურენცია გაუწიოს ამბობს მომავალში. გულისხმობ როგორც ინდივიდუალურად ერთს ან მეორეს, გულისხმობ ასევე დუელს, რო აი ესეთი დაპირისპირება ორი ფეხბურთელის 15 წელი არ არსებობს. სიგიჟეა მაგრამ. დღემდე გრძელდება ხარ მსოფლიოში მას ვლაპარაკობდით და წავა ორივე იქ ხო, იქაც ითამაშებენ. მე-6 ჩემპიონატი იქნება ორივესთვის, რაც რომ ასევე სიგიჟეა. წარმოუდგენელი სიგიჟეა ხო 6 მსოფლიო ჩემპიონატი, 4 რო ითამაშა იმან მარადონამ და მატეუსმა ის იყო რომ აი მარტო კარვახალს ჰქონდა რაღაც ნათამაშები, მექსიკელს 5 და ის ნათამაშები რამდენიმე თამაში იყო გამოსული მინდორზე და ამათ 4-4 რო ითამაშეს, აუ რა ამბავია და და ისინი 6 გიჟებია. 6-ს თამაშობენ ხო. ისეთი გიჟე მან მეშტეჩება ითამაშს მე. მიხოდი იმას რომ 2 წელი დიდი ამაზე. არ დათბობს იმენას. აი ბოლოს შეიძლება არ ვიცი, მე გამოიტანონ, მაგრამ გამოვა მაინც. მაგიტო მიყვარს. ეხა გაგიშვებ, იმიტომ რომ აქ კონდიციონერი ვერ ჩავთვით და ვზივართ ისეთ სიცხეში რომ ცოტა უკვე აზროვნება მიჭირს. ძალიან ცხელა. დატო, ძალიან დიდი მადლობა. იქით კაცო, მადლობა. შევხვდებით თამაშებზე. ხო. ამ თამაშებამდე მაინც. როგორც ჰამბურგში. ამერიკაშიც. შეიძლება ამერიკაში ძალიან ამერიკა, მექსიკა, კანადაში ძალიან კაი იქნება. ცოტა ვიოცნებოთ და იქნებ ამერიკაში შევხვდეთ. ნაკრების წინ? ხო. სვლელობაზე. ხო, კი. კომაგების სვლელობაზე ძალიან კაი იქნება. ახოთ, რავი, ოცნებას კაცი არ მოუკლავს. იდეალური იქნება. თან ეს არა, უტოპიური ოცნება არაა ჩვენ ნაკრებიდან გამომდინარე. საერთოდ, მაგრამ ძალიან იდეალური იქნება, ძალიან კარგი ნოტაზე დავასრულოთ ჩემი აზრით საუბარი და. აჰა. წარმატებები ნაკრებს და იმედია რომ ამდენი დღე არის. არჩენ. ორი კვირა ვთქვათ მაქსიმუმ გავუწევთ. 10 დღე. 10 დღის მერე 6 ქულა ექნება ჩვენ ნაკრებს. მაგრამ თუ 0 ექნება, არც ეგ არის ჩემთვის პრობლემა. ხო. მაგრამ 6 ქულა არის აი ესეთი რა, სანაი მაგარი, იდეალური იქნება. ახოთ რა. დატო, წარმატებები შენს. შენს. მადლობა. შევხვდებით. ყველგან.